მოგესალმებით მეგობრებო და მოდი ყველანაირი შესავლის გარეშე პირდაპირ გეტყვით თუ რის განხილვას ვაპირებთ დღეს. კაიჯუ ნომერი 8 ყველამ ვიცით და აქ არის 15 კაიჯუ, რომელთანაც მთავარ პერსონაჟებს უწევთ ბრძოლა. ძირითადად ყველაზე მაგარი ამ ანიმეში ის არის, რომ ამ უზარმაზარ კაიჯუებს გარდაქმნიან იარაღებად ხოლმე რა. ხო და ამ 15 კაიჯუს რო განვიხილავთ, 15-ვედან რამოდენიმე არის იარაღად გადაკეთებული და ასევე ეგეც შევიტანოთ, რომ აი მაგალითად თქვათ კაიჯუ ნომერი 2-ის ძალები არის ყინულის შექმნის ძალები და ეგეთ რაღაცები, ანუ ძალიან საინტერესო არის, ძალიან საინტერესო ანიმეა, მეც რაღაცა მომწონს და მოდი ჩამოვთვალოთ ყველაფერი, განვიხილოთ და იმედია მოგეწონებათ და მოდი დავიწყოთ ვიდეო. და ვიცი რომ კიდევ ძალიან დიდი ხანი დავიკარგე და ეგთან შევეცდები რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ვიდეო დავდო. თქვენიდან მხოლოდ ერთი რაღაცის გაკეთება საჭირო, ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა და თუ მოიხდება ეს ვიდეო ძალიან კარგად, უფრო და უფრო ხშირად და უფრო მეტ ვიდეოს დავდებ და ახლა დავიწყეთ. ხოლო რა თქმა უნდა, პირველი კაიჯუ გამოიყურება აი ასე, რაც ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაიჯუ იყო, რომელსაც ჰქონდა უამრავი ვარდისფერი თვალები და ჰქონდა მომავლის ხედვა. ამის გამო ძალიან რთული იყო ამ კაიჯუს დამარცხება რაღაც მხრივ. მაგრამ მაინც მოახერხა ფორსმა ამ კაიჯუს მოკლა და როგორც გითხარით, ეს კაიჯუ გადააკეთეს იარაღად, რომელიც არის პირველი დივიზიის პირველი კაიჯუს იარაღი, რომელიც აი ასე გამოიყურება. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ძალები აქვს ამ იარაღს. და ამ იარაღის ძალები ის არის, რომ შეუძლია ჰაერში არსებული ელექტრონები შენიშნოს ამ იარაღის პატრონმა და ასევე შეუძლია სეისმური აქტივობების შენიშვნაც, რაღაც დაახლოებით ეგეთი. და ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალა აქვს ამ იარაღს გამოყენების დროს, ერთ-ერთ სცენაში რომ ჩაარჭობს ერთ-ერთ კაიჯუს და ბუფ და პეთქდება რა. საკაიფო ძლიერი იარაღია. ხოლო მეორე კაიჯუ გამოიყურება ასე, იდეაში გოძილაა ჩათვალეთ რა, სონიკ ბლასტის გამოშვება შეუძლია, რაც ქალაქებს ანადგურებდა, ანიმეშის ნაჩვენები არის თუ როგორ მოძრაობს ეს გოძილა კაიჯუ, მთლიანი ქალაქი მთლიანად გაანადგურა, მაგრამ მოახერხეს ამ კაიჯუს დამარცხებაც და რა თქმა უნდა, ესეც გადააკეთეს იარაღად. ეს იარაღები არის კოტლეტები, ანუ ხელთათმანები, რომელსაც შეუძლია შექმნა სონიკ ბუსტები, ანუ ტალღებს უშვებს რა, რაც ფეთქდება გზაში და პლუს კიდე შილდს, ანუ ფარს ქმნის თავისი მომხმარებლისათვის რა და იმდენად ძლიერი იარაღი გამოვიდა კაიჯუ 2-ისგან, რომ კაიჯუ ნომერი 8, რომელზეც მთლიანი ანიმე არის გადაღებული, როცა იბრძოლებოდა კაიჯუ ნომერი 2-ის იარაღს, თითქმის თანაბრად ჩხუბობდნენ. ამიტომ საკმაოდ ძლიერი კაიჯუ იყო, საკმაოდ ძლიერი იარაღი გამოვიდა და ერთ-ერთი ტოპ კაიჯუ არის ჩემი აზრით. ხოლო სამწუხაროდ ნომერი 3 კაიჯუ არ არის არასდროს ნაჩვენები ანიმეში და მანგაც შევამოწმე და არც მანგაში არ არის და ასევე მისგან იარაღიც გააკეთეს, მაგრამ ამ იარაღის მომხმარებელიც არ არის ნაჩვენები და რა ძალები აქვს მას, ამიტომ გამოტოვება მომგვიწევს. ხოლო შემდეგი კაიჯუ არის ნომერი 4, რომელიც აი ასე გამოიყურება, ჩათვალეთ დიდი კრაზანა არის საშიშის სახით. ეს სხვათა შორის ძალიან რთული მოსეკლავი კაიჯუ იყო, როგორც თვითონ ფორსი ამბობს, მაგრამ როცა დაამარცხეს, რა თქმა უნდა, ესეც გადააკეთეს იარაღად. ეს იარაღი არის ტანსაცმელი და ეს ტანსაცმელი შენ გაძლევს ძალიან კარგ სიჩქარის ბუსტს და ასევე გაქვს ფრთებიც. რითი მეშვეობითაც რა თქმა უნდა დაფრინავ და კიდევ უფრო ჩქარი ხარ. ჯერჯერობით ეს ჩვენ ერთ-ერთ თავარ პერსონაჟს აცვია და თავის იარაღთან ერთად, რომელიც არის უზარმაზარი ნაჯახი, მასთან ერთად რომ იყენებს, საკმაოდ ძლიერი ერთ-ერთი მეინ ჩარაქტერი ხდება. სამწუხაროდ მეხუთე კაიჯუზეც იგივე სიტუაცია გვაქვს. არ არის ნაჩვენები როგორი იყო და რა იარაღად გადააკეთეს, არც ეგ არ ვიცით. ხოლო შემდეგი მე-6 კაიჯუ აი ასე გამოიყურება, ისევ კაიჯუ არის, რომელიც გოძილას გავს, ოღონდ უკვე ამას 3 კუდი აქვს. მისი მთავარი ძალა იყო ყინულის შექმნა და რა თქმა უნდა, ამ კაიჯუსგანაც გააკეთეს იარაღი. ამ იარაღის ტარება იდეაში არავის არ შეეძლო, სანამ ჩვენი მთავარი პერსონაჟის მეგობარი არ გამოჩნდა, აი ეს თეთრთმიანი ბიჭი. ეს იარაღი არის ტანსაცმელი ისევ, რაც საშუალებას გაძლევს, რომ შექმნა ყინული. ამ ძალების მეშვეობით ჩვენ მთავარი პერსონაჟის მეგობარმა შეძლო მთლიანი კაიჯუ გაყინა ამ აბილიტით. მაგრამ სამწუხაროდ იმდენად ძლიერი კაიჯუ არის და იმხელად ძლიერი ძალები აქვს, რომ შეიძლება შენი სხეულის კი გაიყინოს, როდესაც ამ იარაღს გამოიყენებ, ამიტომ საკმაოდ მაღალი პროცენტობა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს იარაღი გააკონტროლო. სამწუხაროდ არც მე-7 კაიჯუზე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, ამიტომ კიდე უნდა გადავახტეთ. და რა თქმა უნდა, სანამ ანიმეს ყველაზე მთავარ კაიჯუზე გადავალთ, ანუ კაიჯუ ნომერ 8-ზე, დიდი ხონა მექნება რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. რაც უფრო მეტი ლაიქი და ნახვა იქნება, მით უფრო მეტ ვიდეოებს გადავიღებ და შევეცდები რომ უფრო მალე დავდო,
როგორც გამომივა. თავარია თუ ეს ვიდეო გავარდება, თუ მოგეწონებათ, შევეცდები რომ რა თქმა უნდა უფრო მეტი და მეტი გადავიყო. ამიტომ უბრალოდ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ახლა გავაგრძელებთ ვიდეო. ახლა განვიხილოთ კაიჯუ ნომერი 8. როგორ შეიქმნა კაიჯუ ნომერი 8? ესე იგი, რამოდენიმე საუკუნის უკან იყო ერთ-ერთი კაიჯუ და ამ კაიჯუს ებრძოლებოდნენ სამურაები. მაგრამ სამწუხაროდ ამ კაიჯუმ ყველა სამურაი მოკლა. რის შედეგადაც მათი ბოღმა და ზიზღი დაგროვდა მათი სიკვდილის შემდეგ, ერთად შეიკრა და ამ ერთად შეკრული ბოღმისა და ზიზღისგან წარმოიქმნა რაღაც არსება. ეს არსება არსებობდა რამოდენიმე საუკუნე და ეძებდა მისთვის შესაბამის ადამიანს, რომელშიც ჩასახლებებოდა. რის შედეგადაც იპოვა ჩვენი მთავარი პერსონაჟი. მასთან ჩასახლების შემდეგ ჩვენი მთავარი პერსონაჟი გადაიქცა კაიჯუ ნომერ 8, რომელსაც გააჩნია ყველა წინ არსებული კაიჯუების ძალები. Sonic Blast იქნება, დაცვა იქნება, მომავლის ხედვა იქნება თუ ყველაფერი კაიჯუ ნომერ 8-ს გააჩნია. და ის არის კაიჯუების წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა სამურაების ბოღმისგან, როგორც გითხარით. რის შედეგადაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაიჯუა. გარდა ამისა, ერთ-ერთ ბრძოლაში, როდესაც კაიჯუ ნომერ 9-ს ებრძოლებოდა, მან თავისი გული მთლიანად გარდაქმნა კაიჯუს ქორად, ანუ კაიჯუს გულად. რის შედეგადაც მისი გარეგნობა მთლიანად შეიცვალა, მისი ძალები კიდევ უფრო გაძლიერდა, ლურჯიდან გადავიდა თეთრ ფერზე და ეგ, რა ვიცი, აშუაში ისედაც შეეძლო გაძლიერება, ანუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მაგრამ არა უშავს. რის შედეგადაც კიდევ უფრო გაძლიერდა და final boss-იც კი დაამარცხა, რომელზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ახლა განვიხილოთ კაიჯუ ნომერი 9. ისიც რამოდენიმე საუკუნის უკან შეიქმნა, რის შედეგადაც, როდესაც სამურაები ებრძოლებოდნენ კაიჯუებს, არსებობდა ერთი მთავარი კაიჯუ, რომელიც გამოქვაბულში იმყოფებოდა რა და ეს მთავარი კაიჯუ ქმნიდა პატარ-პატარა სხვა მონსტრებს. ეს სოკოს კაიჯუ, კაიჯუ ნომერ 9 იპოვა ეს ყველაზე ძლიერი კაიჯუ ვინც არის და შეერთდნენ, ანუ გაერთიანდნენ როგორც ჩვენი მთავარი პერსონაჟი და კაიჯუ ნომერი 8. რის შედეგადაც სოკოს მონსტრმა გადმოიტანა ამ მთავარი კაიჯუს მთლიანი აზრები, რომ მაგალითად უნდა რომ ხალხი მოსახლეობა მთლიანად გაანადგუროს და ამისთვის იბრძვის. რის შედეგადაც, როდესაც მან მთავარი ყველაზე ძლიერი კაიჯუს ძალები თავისთან გაიერთიანა, მას შეუძლია რომ შექმნას კაიჯუები. რის შედეგადაც ჭკვიანიც არის, ძლიერიც არის და ასევე უზარმაზარი არსენალი აქვს იმის რომ კაიჯუები შექმნას, რაც უნდა აკეთოს და ასე შემდეგ. ასევე ადამიანთაც გარდაქმნა შეუძლია, მაგრამ ყველაზე მაგარი ახლა იწყება. სპოილერებია წინ ფრთხილად იყავით. ესე იგი, კაიჯუ ნომერ 9-მ მოახერხა კაპიტანის შეჭმა, იმ კაპიტანის, რომელსაც კაიჯუ მეორის ძალები აქვს, აი ეს ხელთათმანები და რის შედეგადაც მთელი მისი მოგონებები მასთან გადავიდა. ამის შემდეგ კაიჯუ ნომერი 9 კიდევ უფრო გაძლიერდა და ფორმა შეიცვალა, რის შედეგადაც ყველაზე ძლიერი კაიჯუ იყო ამ სერიებში, საერთოდ. რის შედეგადაც მთლიანი ფორსი და ასევე ჩვენი მთავარი პერსონაჟიც მას რომ ებრძოლებოდნენ, ვერაფერს ვერ ახერხებდნენ, იმდენად ძლიერი იყო. ამიტომ შემდეგ ჩვენმა მთავარმა პერსონაჟმა გახსნა თავისი ახალი ძალები, როდესაც თავისი გული გადააკეთა კაიჯუს გულად და მოახერხა ამ კაიჯუ ნომერი 9-ის დამარცხება. მაგრამ როგორც გახსოვთ, კაიჯუ ნომერი 9 გაერთიანებული იყო მრავალი საუკუნის უკან არსებულ მთავარ კაიჯუსთან და ნომერი 9-ის დამარცხების შემდეგ ეს მთავარი კაიჯუ გარეთ გამოვიდა. რის შედეგადაც კაფკას მოუწია მასთანაც ბრძოლა და საბოლოოდ გაანადგურა მისი გულიც და ამით დასრულდა მოკლედ კაიჯუების მთლიანი ისტორია და ყველა კაიჯუ რაც არსებობდა მოკვდა და დამარცხდა. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ კაიჯუ ნომერი 9 იყო ის კაიჯუ, რომელიც ქმნიდა ყველა არსებულ კაიჯუს ამ ერაში. გარდა ამისა, მას იმხელა ძალა ჰქონდა, რომ მთლიანი არმიაც კი შექმნა რაღაც მომენტში, მაგრამ plot twist-ი, plot armor-ი და რა თქმა უნდა, მთავარმა პერსონაჟმა მაინც მოიღო ბრძოლა ლურჯიდან გადეთრებით, ამიტომ ხო ეგ არის. ხოლო კაიჯუ ნომერი 10 აი ასე გამოიყურება, ანუ ტიპი იმენა აურა ფარმერობს ძალიან ჩვეულებრივად, ანუ მთელი თავისი პოინტები წაიღო ძალაში, ყველაზე ძლიერი კაიჯუ იყო, ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი იყო, შეეძლო ზომაში გაზრდა, ძალიან ძლიერი იყო, უსწრაფესი რეგენერაცია ჰქონდა, შეეძლო სხვა კაიჯუების კონტროლი და ასე შემდეგ, ანუ საკმაოდ ძლიერი კაიჯუ იყო და სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი, ანუ მართლა ჩვეულებრივად აურა ფარმერი იყო რა, მაგრამ მაინც მოახერხეს მისი დამარცხება, გადააკეთეს იარაღად და აი ასეთი ტანსაცმელი იყო, კუდით, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ ძლიერი იყო, ძალიან დიდ სიჩქარეს, ძალას გაძლევდა და რა ვიცი, ნორმალური კაიჯუ იყო ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჩემი აზრით. ხოლო კაიჯუ ნომერი 11 აი ასე გამოიყურება, მისი ძალები იყო, რომ შეეძლო წყლის კონტროლი. დასაწყისშივე, სხვათა შორის წყლის კონტროლი ძალიან ძლიერი ძალა არის და ეს კარგად ნახეთ მანგაში, იმიტომ რომ როდესაც მას ებრძოლებოდა ფორსი, პრაქტიკულად სუსტი წერტილი ვერ უპოვეს საერთოდ. ყველაფერს წყლით იცავდა, წყლის ბლასტებს უშვებდა,
რავი, აკონტროლებდა, დაგახრჩობდა, გადაგაგდებდა, ცუნამი შექმნიდა, ანუ მართლაც საკმაოდ ძლიერი კაიჯუ იყო. მაგრამ ანუ სატესტო კაიჯუ უფრო იყო, ვიდრე რაღაც მებრძოლი, იმიტომ რომ ცდილობდა კაიჯუ ნომერი 9, რომ აი ბრძოლის სტილი შეეცვალა, რომ დისკომფორტში ყოფილიყვნენ ფორსის წევრები და სხვათა შორის გამოვიდა. ძალიან საინტერესო კაიჯუ იყო ეს. ხოლო კაიჯუ ნომერი 12 იყო კაიჯუ ნომერი 10-ის უფრო გაძლიერებული ვერსია. მას შეეძლო ხელებისგან იარაღები შეექმნა, უფრო სწრაფი იყო, უფრო ძლიერი იყო. კაიჯუ ნომერი 8-ის გამოღვიძებული ფორმა რომ შებრძოლებოდა ამ კაიჯუს, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ ორივე ძალიან ძლიერი იყვნენ. კაიჯუ ნომერი 13 გავდა სოკოს მონსტრს. უბრალოდ ძალიან ცოტა ვნახეთ ამ კაიჯუ ნომერ 13-ზე, იმიტომ რომ უბრალოდ დარბოდა, ოდნავ ბრძოლობდა. ნუ კი მართალია ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კინაღა მოკლა, მაგრამ როდესაც კაიჯუ ნომერი 8 მოვიდა, ძალიან მარტივად დაამარცხა. ხოლო რაც შეეხება კაიჯუ ნომერ 14-ს, ის იყო უბრალოდ შავი კუბინი, 3 მომღიმარი სახით. ანუ ბევრი არაფერი არ გაუკეთებიათ იდეაში, ქმნიდნენ ბარიერებს, ისროდნენ ბლასტებს, ხოლო შემდეგ გაანადგურეს იარაღით, რის შედეგადაც შემდეგ გადაიქცა პორტალად და ამ პორტალიდან გამოვიდა კაიჯუ ნომერი 9, რომ თავისი გეგმები დაეწყო. ნუ ცოტა უცნაურია, მაგრამ ხო, მაინც გავითვალისწინეთ. ხოლო კაიჯუ ნომერი 15 ყველასაგან განსხვავებული კაიჯუ იყო, რადგან მისი მთავარი ძალები არის გონების манипуляცია. როგორც ხედავთ, მას ორი ფორმა ჰქონდა, ერთი კაიჯუს ფორმა, სადაც უამრავი ტვინი აქვს სხეულზე და მეორე ადამიანის ფორმა. და ის ცდილობდა, რომ ყოველთვის თავისი მოწინააღმდეგის გონებას შესულიყო, იქ რაღაცები არის დაერია, რომ მოწინააღმდეგე დასუსტებულიყო, დაემარცხებინა და ასე შემდეგ. კი მართალია გაუჭირდათ დამარცხება ამ კაიჯუსი, მაგრამ ნუ სხვა კაიჯუებთან შედარებით, რომელსაც იმხილა ძალა ჰქონდათ, რომ თუ მთლიანი ფორსი არ ჩაერეოდა, ისე არაფერი არ ხდებოდა, ნუ ამის დამარცხება როგორღაც მოახერხეს. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო, ანუ იმდენი ხანია ვიდეო არ გადამიღია, რომ შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვი, მაგრამ ამ ერთხელ მაპატიეთ. შევეცდები უფრო მეტი ვიდეოები გადავიღო, ისეთი თემატიკით, რაც თქვენ ძალიან მოგწონთ, One Piece თეორიები ძალიან მოგეწონათ, ასევე ბევრი სხვა რაღაცის დაც მინდა. ამიტომ უბრალოდ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რომ კიდევ უფრო მეტი ვიდეოები გადავიღო და აბა მომავალ შეხვედრამდე.